მის მოუწინესობამ ესეთი რაღაცა მითხრა, რომ არასდროს რაღაცის გამო არ ხატო. აი, შენ ისე ხატეო, რომ თითქოს შენს შემოქმედებასო ღმერთს უძღვნე, იმიტომ კი არ ხატო, რომ თქვათ, რომ შენ იყო ცნობილი, ან რომ შენ წახვიდე საზღვარგარეთ, ან რომ შენ იყო მდიდარი, მაგის გამო არასდროს არ ქონდესო ეს მომენტიო, რომ ხატო. შენ უბრალოდ შენი შემოქმედებაო, გული, სული და მიუძღვენე ღმერთსო და ის ყოველთვის საუკეთესო იქნებაო და გაჯიბრებას ვერასდროს ვერ ვიტანდი, ამიტომ რაღაცა კონკურსებში მონაწილეობა არასდროს არ მეღია ფაქტიურად. იმიტომ რომ თუ რაღაცას აკეთებ, გააკეთე. აი როგორ ხდება ღმერთისადმი მიიწვნა შრომის? მე გეტყვით, ანუ ეს თავის დაუნებურად ხდება. ეს რაღაცა თქვა სამუშაოზე რო ვჭდები, ყოველთვის უნდა ვიყო გაწონასწორებული ხასიათით. ანუ არ უნდა ვიყო არც გაბრაზებული, არც ძალიან მხიარული, უნდა ვიყო 100%-იანი კონცენტრაციით. დაახლოებით ლოცვის განწყობა არის. როცა შენ ხარ გახსნილი, ადვილია შენი დაჩაგვრა. მაგ დროს ფილტრაცია არ ხდება, როცა გახსნილი ხარ და ყველაფერს იღებ. და ამიტომაც არის ყველა ხელოვანი ფაქტურად მარტო განმარტოებით მუშაობს, რომ დაცული იყოს. სხვა შორის ესეთი დაუცველი, როდესაც ეს განმოსვა და შემოსვა რო ხდება ხოლმე წირვის დროს, კვარცხლაც მე ხოლმე. მაგ დროს მის უწინასებას ქონდა ხოლმე სრულიად დაუცველი სახე. აი გამომეტყველება, რომ თითქოს არის აი ჩვილი ბავშვის რო გინახია მარტო და სულ მიკვირდა ხოლმე რომ მარტო აი ამდენი ადამიანი ახოვია გარშემო და როგორ შეუძლია რომ სრულიად დაუცველი და სრულიად გახსნილი იყოს ამ წუთში. ძალიან აზი და ფაქიზი გამომეტყველება ქონდა ხოლმე, როგორც აი მარტო შეიძლება რომ ჩვილ ბავშვს ქონდეს.